ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეხება იმ ასობით და ათასობით ადამიანს, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაკარგა სამსახური, დაკარგა ხელფასი და დაკარგა ლუკმა პური. ჩემი დღევანდელი განცხადება ეხება იმ თემას, რასაც ქართული ოცნება უწოდებს რეორგანიზაციას, სამართლიანობის აღდგენას, რეალურად კი ეს გახლავთ უბრალოდ ადგილების გათავისუფლება დეპუტატების, მინისტრების, ნათესავებისთვის, ნათელმირონებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს არც არის გასაკვირი, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თითქმის აღარ ტარდება კონკურსები და ადამიანებს სამსახურში იყვანთ იმ ნიშნით, რა თვალით უყურებს მათ პრემიერ-მინისტრი ან მაგალითად უმრავლესობის ლიდერი ბატონი დავით საგანელიძე. ეს მე არ მიგვირს, რადგან გუშინ პრემიერ-მინისტრმა თვითონ აგვიხსნა, რომ ეს ქართული ხასიათის ნიშანი ყოფილა და გამოვლინება. ეს მე არ მიგვირს, რადგან პრემიერ-მინისტრმა გუშინ ჩვენ გვაცნობა, რომ მან არ იცის რა სხვაობაა ტენდერსა და კონკურს შორის. მე შევეცდები ავუხსნა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად ტენდერია, როდესაც ლუკოილი, სადაც ქალბატონი ვიცე-სპიკერის, მანნა კობახიძის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ერთ-ერთი დირექტორია, იგებს ტენდერს და აწვდის ექსკლუზიურად ყველა სახელმწიფო უწყებას საწყობს. მაგრამ კონკურსია, როდესაც ადამიანს აიყვან სამსახურში მისი პირადი თვისებების, დამსახურებების მიხედვით და არა იმ ნიშნების მიხედვით, თუ როგორი განწყობა გაქვთ და ვისი ნათესავია და ვისი ოჯახის წევრი. ჩემი დღევანდელი გამოსვლა რომ არ დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ სარეალ სიტყვებად, მე ჩამოგითვლით კონკრეტულ მაგალითებს. მაგალითად, ტენდერით აყვანილმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბსოლუტურად ტენდერის გარეშე, კონკურსის გარეშე მიიყვანა და თავის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა თავისი სიმამრის, ბატონი თამაზაშვილის დიშვილი. ბატონი თამაზაშვილის გარეშე საერთოდ მე მგონი დამლაგებლებსაც არ იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდევ უფრო რთული ვითარება კახეთის რეგიონში, სადაც ალბათ შიტიც არ დაფრინავს ბატონი თამაზაშვილის გარეშე. ბატონი ირაკლის მეუღლემ და მისმა დამ უკვე იშოვეს სამსახურების სამინისტროებში, მაგრამ ეს ისეთი წვრილმანია, რომ ამაზე შეჩერებაც არ ხერს. სულ ახალი ამბავია და მოგახსენებთ, ქალბატონი მანანა კობახიძის დამ დაიჭირა აფხაზეთის მთავრობაში მინისტრის მოადგილის პოსტი, ქალბატონმა მანანა გილოცავ და წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონი ეკა ბესელიას მეუღლე დასაქმდა გენერალურ პროკურატურაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ პატარა საოჯახო ბიზნესის აწყობა შეიძლება ადამიანების დაკავებაზე და გათავისუფლებაზე. ეს ალბათ სარფიანი ბიზნესი იქნება და ჩემს რჩევებს ამ მიმართულებით არ საჭიროებს. მაია ფანჯიკიძის შვილი დაინიშნა ენერგეტიკის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად. ბატონი ვიქტორ დოლიძის ძმა გახლავთ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილე. გადავალ აჭარაზე, უკვე ხაბაძეების კლანზე და მოგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზების დეპარტამენტის უფროსია. მისი დედა საქმდა მერიაში, მეჯვარე გიორგი თავართქელაძე აჭარის ფინანსთა მინისტრია. სხვათა შორის ძალიან დიდი ზრუნვა გამოვლინა თავისი ნათესავების მიმართ ჩვენმა ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ, უმაღლეს საბჭოში მუშაობს მისი მამიდაშვილი, ჯამბულ კურცხალია მისი დეიდაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა, ქვისლის სულიკო თებაძე განათლების მინისტრის მოადგილეა, დიშვილი აჭარის საკანონმდებლო ორგანოში დაასაქმეს. ამ სიის გაგრძელება შემიძლია უსასრულოდ, მაგრამ ეს დრო ნამდვილად არ მეყოფოდა და ახლა გადავალ რეგიონებზე. მაგალითად, ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა თავისი ნაცვლული დაასაქმა ყაზბეგის გამგეობაში. მე როგორც ჩანს, ნამდვილად აღარ მეყოფა დრო ამისთვის. ერთადერთი ინფორმაცია ვერ გადავამოწმე და ამიტომ პირდაპირ მინდა მიმართო კითხვით ბატონ გუბას სანიკიძეს. მაინტერესებს ბატონ გუბას დაასაქმეთ თუ არა ცნობილ ჩანაწერებში ნახსენები ქალბატონ